სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. დღევანდელი წირის მშვიდობიანად ჩატარებისათვის. დღეს არის ის დღე, რომლის გამოც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ფარხულობთ. დიდი ოთხშაბათი, როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა თავისი მოძღვარი. აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ ამოვიკითხეთ. ესე იგი, როდესაც ორი შემთხვევა ამოვიკითხეთ, ესეთი ეს ორი სხვადასხვა არის, ორი კი არა, სამია სხვადასხვა და შეიძლება ჩვენ ესენი ერთმანეთში აგვერიოს. ერთი შემთხვევა, როდესაც სიმონ ფარისევლის სახლში მიდის მაცხოვარი და იქ მოდის დედაკაცი და ძვირფას ნერსაცხებას დააღურის მაცხოვარს და ფეხებს უკოცნის, წრემლებით ფეხებს უსველებს და თმებით უმშრალებს. და სიმონ ფარისეველი იფიქრებს, რომ ეს თუ წინასწარმეტყველია, მიხვდებოდა როგორი დედაკაცი ეხება მის ფეხებს, როგორც ჩანს ის ცოდვილი დედაკაცი იყო. ეს ერთი შემთხვევა. მეორე შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ბეთანიაში ხდება ეს, მართასი და მარიამის და ლაზარეს სახლში ხდება. და აქ მარიამი იგივეს გააკეთებს. და მესამეა უკვე, როდესაც სიმონ პეტროვნის სახლში ხდება. ეს კიდე სხვა შემთხვევა. ეს სამი სხვადასხვა შემთხვევა და ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ეს ერთი და იგივეა, ვინც სახარებას კითხულობს. ვინც არ კითხულობს, იმას არაფერი არ ეგონება. ის ერთ მიხვდება, რაზე ელაპარაკი საერთოდ. მაგრამ ვინც მიხვდება, შეიძლება შენიშნოს, რომ როგორ მართას და მარიამი ესეთი ცოდვილი იყო, რომ ესე თქვეს, მაგრამ იქ სხვაზე ელაპარაკი. ეს სხვა შემთხვევა. მაგრამ სხვადასხვა შემთხვევაში ერთგან მოციქულები სიმონ პეტროვნის სახლში, როდესაც ხდება, ამბობენ, რომ რატო დაიღვარა ნელსაცხებელი, ხო შეიძლებოდა გაყიდულიყო და გლახაკებისთვის დარიგებულიყო. მაგრამ როდესაც ეს ხდება ბეთანიაში და მარიამი აკეთებს ამას, იქ იუდა ამბობს, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, იუდა ამბობს, რატომ დაიღვარა ეს ნელსაცხებელი, ხო შეიძლებოდა გლახაკებისთვის დაგვერიგებინა. და იქ შენიშნავს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და ამბობს, რომ იუდას გლახაკების ჯავრი კი არ ქონდა, არამედ ის გვადრუცი, ის ყულაბა საერთო მას ქონდა, ესე იგი. მას ებარა და იქიდან როგორც ჩანს იპარავდა მანამდე, ვიდრე ეს მოხდებოდა, რომ 30 ვერცხლად გაყიდიდა. სახარებიდან ჩანს, რომ იუდა იპარავდა იმ ქისადა. და იმდანაც იყო შეპყრობილი, აი წარმოიდგინეთ, ვერცხლის მოყარებით, რომ იუდამ თავისუფლება დაკარგა ამით. იუდა მონა იყო ვნებისა. და სწორედ ამ ვნებამ გააყიდინა მას თავისი მოწყარი. და სხვა შემთხვევაში კი მოციქულებს, როგორც ჩანს, გულწრფელად ეგონათ, რომ ჯობდა, რომ გლახაკებისთვის დარიგებულიყო. მაგრამ იუდას ეს არ ქონდა და მისმა დასასრულმად ცხადყო, ესე იგი, რომ მას თურმე რა განზრახვა ქონდა. დღესაც არის ხოლმე, ესე იგი, აი ზოგჯერ ამბობენ, რომ რატო უნდა კეთდებოდეს დაუშვათ, აი ეს ხატი რატომ უნდა დაიწერო, სამხელა ხატი. ან ახლა წარმოიდგინეთ, აი ყველა ხატის წინაშე კანდელიანთია და ზეთი არის და ზეთი იწვება. ვიღაცა შეიძლება თავში აზრად მოვიდეს. რატომ უნდა იხარჯებოდეს ეს ზეთი ტყუილა, მისი შეხედულებით ტყუილად, რატომ უნდა იხარჯებოდეს, ხო შეიძლება რომ გლახაკებს მისცეთ ის ზეთი დაუშვათ და დაურიგო. მაგრამ როგორც იქ წმინდა იოანე ამბობს იუდაზე, რომ მას გლახაკების ჯავრი კი არ ქონდა. თავისი ჯავრი ქონდა. და ამასაც ვინც ამბობს ხოლმე, რომ რატომ ასე არ კეთდება, რატომ ისე არ კეთდება, არც იმას არ აქვს გლახაკების ჯავრი. არამედ იმას აქვს ის
შინაგანი პროტესტი და ბოღმა, რომ ტაძარში რაღაცას ასიკეთო ხდება. ისინიც ქრისტეს ებრძვიან, როგორც იუდა, როგორც ის ჯარისკაცები, ვისთანაც წავიდა იუდა და შეუთანხმდა. თან ნახეთ აი რა, არ ვიცი, აი რა არა ადამიანური მომენტია, ესე იგი იუდა მივიდა და ეკითხება, ხო იცის რომ ისინი მარჯვე შემთხვევას ეძებენ იესოს შესაყრობად და რას მომცემთო რომ მე გადმოგცეთო? და 30 ვერცხლი მიუწონეს, ჩაუთვალეს 30 ვერცხლი. თუ გახსოვთ შარშან წინააღდგომას მე ამოწერილი მქონდა ქრისტეს აღდგომის თვითმხილველთა ჩანაწერები იყო. თუ გახსოვთ, აი მე ხა კარგად არ მახსოვს ის დეტალები, მაგრამ იქ იყო ერთ-ერთი ისიც, ვინც უშუალოდ იუდას მისცა ის ფული, ვისაც ებარა ეს საქმე. მათი ის იყო, რომ აი მაცხოვრის საფლავს რომ დარაჯობენ და აი სულ ურწმუნომ წაიკითხოს მათი ისტორია, ეს ხო ქრისტიანების დაწერილი არ არის, მათი დაწერილი არა ხდებოდა იქ, რომ მართლაც ეს უჩვეულო მოვლენები ხდებოდა. და შემდეგ იუდა ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ მიეცა იესო. წარმოიდგინეთ, აი როგორი უნება ეს ვერცხლის მოყარეობა, ესე იგი რას არ გააკეთებინებს ადამიანს და დღეს რა იგივე არ არის. ნებისმიერი რამე, რის გამოც შეგიძლია სინდისი დაიმძიმო, ნებისმიერი მატერიალურის გამო, ეს იუდობაა იგივე, იუდაა ჩვენში ამ დროს. რაღაცა სხვაგან კი არ არის, რაღაც ერთი კი არ იყო სამყაროში იუდა. როცა შენ შეგიძლია რომ ესე იგი ვიღაცას ხელი გაუმართო, შეგიძლია რომ გაუმართო და ამას შენთვის იტოვებ, იმიტომ რომ მერე რო რაღაცა დამჭირდეს, მე აღარ მეყოფავ, ეგეც იუდობა. როდესაც ესე იგი შეგიძლია რომ მოტყუებით რაღაცა შენთვის მეტი დაინარჩუნო და სხვას ნაკლები დარჩეს, ეგეც იუდობის კანდიდატია. როცა ესე იგი სამსახურში იმის გამო რომ შენ დაგაწინაურონ და სხვას რაღაცა 1000 მახინაციებს უკეთებ, ესეც იუდობა. როცა შეგიძლია დავუშვათ რაღაცას ყიდი, დავუშვათ საკვებია თუ ტანისამოსია თუ წამალია და ვინც ყიდულობს, ხო ისიც სიმწრით ყიდულობს, რაღაცა მოაგროვა რომ უნდა იყიდოს და შენ რომ შეგიძლია უკეთესი შესთავაზო, მაგრამ შენი გამორჩენის გამო უარეს თავაზო, ესეც იუდობა არ არის. რამდენი მკვლელობა ხდება ამის გამო, რამდენი უთანხმოება ხდება ამის გამო, აი ვერცხლის მოყარეობის გამო, რამდენი ადამიანი იღუპება ამ ვერცხლის მოყარეობის გამო. თუნდაც აი რაც დღეს ხდება, ესე იგი, თუნდაც იგივე ეს სათამაშო ბიზნესი და გინდაც ნარკოტიკები, რა იგივე არ არის. რამდენი ახალგაზრდა იღუპება ამის გამო, არა და ძალიან მარტივად შეიძლება ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრის შეჩერება, მაგრამ აქაც ვერცხლის მოყარეობა არის ჩაბუდებული და იმის გამო ვერ კეთდება. მაგრამ იუდამ როგორ დაასრულა, ნახეთ, წმინდა იუსტინე პოპოვიჩი, მე გითხარით, მოусმინეთ მეთქი, ძალიან საინტერესოა წითელი პარასკევის შესახებ, მისი გადაგება არის YouTube-ში, შეგიძლიათ ჩაწეროთ, მოძებნოთ. ნახეთ რას ამბობს, რომ ვერცხლის მოყარეობა ესეთი რამეა, რომ ჯერ სხვას გაგაწირინებს, დაგაღუპინებსო და მერე არჩენ არ გაცოცხლებს. და რა ის 30 ვერცხლი იუდამ გამოიყენა, იუდამაც ვერ გამოიყენა, მერე უკან მიუყარა. და მათაც არ გამოიყენეს, ვისაც უკან მიუყარა, საინტერესო კიდე ეგ არის, ეს სისხლის საფასურიაო და შეიძლება რომ ეს დავდოთ და რამე გავაკეთოთ ამითიო და წავიდნენ და იყიდეს მიწა უცხოთა სასაფლაოდ. აი ამისთვის გამოიყენეს. რამე სიკეთეში ისინიც ვერ გამოიყენებდნენ, ვინც უკან მიიღო ეს ფული. ხოდა ამიტომაც აი ადამიანი შეიქმნა, ღმერთმა თავისუფალი შექმნა და ჩვენ კიდევ 1000 რამე გვებღაუჭება, რომ რამემ დაგვიმონოს. ამ შემთხვევაში იუდა ვერცხლის მოყარებამ დაიმონა. სხვა შეიძლება დიდების მოყარებამ დაიმონოს, სხვა შეიძლება ნაკროვანებამ, სხვა რაღაცა სიძამრუშობის ცოდვამ დაიმონოს, დაუშვათ, ვიღაცა შურმა დაიმონოს, ვიღაც პატივმოყარეობამ. ეშმაკს 1000 გვარი ხრიკები აქვს და ეშმაკს
მეშმაკი დიდი სიხარულით დაიმონებდა 12-ვე მოციქულს. განამარტო იუდას კი არა, 12-ვეს. და არა მარტო 12, აი დღეს 8 მილიარდი ადამიანია და 8 მილიარდსა სიხარულით დაიმონებს. მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თავისუფლება ის კი არ არის, რომ ესე იგი, რომელიც ცოდვასაც მინდა იმას ჩავიდენ. თავისუფლება ის არის, რომ შემიძლია რომ ცოდის გარეშე სულთად ვიცხოვ, ეგ არის თავისუფლება. რომ არ იზიდავს ჩემს გულს არაფერი, რომ არაფერი მაგდებს ცოდვაში და რომ არაფრის გამო არ ჭირდება სინდისის დამძიმება. არაფრის გამო. აი, სუფთა სინდისი ვისაც აქვს, მას შეუძლია რომ იმ სასუფეველის ბედნიერების რაღაცა ნაპერწკალი გაიზიაროს და შეიგრძნოს. ვისაც სუფთა სინდისი არ აქვს, შეუძლებელია სიხარულის ნატამალი ქონდეს. შეიძლება ხორციელი სიხარული რაღაცა, აი სიტყვაზე ამბობ, შეიძლება ბარკლის ჭამის სიხარული ჰქონდეს, რომ ბარკალი შეჭამა და უხარია. ან რაღაცა ახალი ნივთი იყიდა და უხარია, მაგრამ აი სიხარული და ბედნიერება რასაც ქვია, შეუძლებელია რომ მას ნაპერწკალიც კი ქონდეს. მაგრამ თუ ადამიანი ნანობს, როგორი ცოდვაც არ უნდა ქონდეს, უფალი ამბობს, რომ ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის ცემული იქნენ. ესე იგი ადამიანს რა ვიღაც რო განუგეშებს, ხო როგორი ტკბილია და თავად სული წმინდა განუგეშებს, მაშინ როდესაც ნანობდა იმ ტკივილთან ერთად, რაც უკავშირდება ცოდის გამო სინანულს, ამ ტკივილთან ერთად რაღაც საღვთო სიხარული იღვრება ადამიანის გულში. ეს ტკბილი სინანულია, როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, ტკბილია, ეს თან სინანულია, თან ამ სინანულში ნუგეში და სიტკბო არის. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს და თავს არ იმართლებს. და თუ არ იმართლებს თავს, მაშინ მისი სინდისიც სუფთავდება და არ მძიმდება. და თუ იმართლებს თავს, ახლა ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ თავს. შინაგანად ვიცით, რომ რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ გვინდა რომ თან არ ვაშავებდეთ, თან მართალი ვიყოთ და თან გვინდა ის გავაკეთოთ, მაგრამ თან არ გვინდა რომ ესე იგი მივატოვოთ რაღაც საქმე და თან გვინდა რომ ვაკეთებდეთ და თან არც სინდისი გვაწუხებდეს. რაღაცაი ორი რაღაცა გვინდა მოვარიკოთ და ორი რაღაცა ვერ მოვიგდება. ჩვენ შეიძლება აი ძალიან მოვინდომოთ, ესე იგი რომ აი ზეთი და წყალი ერთმანეთში აურიოთ, აურიოთ. სანამ ურევ, კი ბატონო, ერთად არის, მაგრამ როდემდე მოურევ? გააჩერებ ხელს და წამშივე ზეთი მაღლა წავა, წყალი დაბლა წავა და ერთმანეთს არ შეერევა ის. ასევე არ შეერევა ცოდვა და მადლი ერთმანეთს, როგორც არ უნდა ეცადო, გამორიცხული. ამიტომაც თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ესე იგი. იუდამ თავი მოიტყუა. იუდას სინანულის შესაძლებლობაც აღარ მიეცა, უпростоრად კი მიეცა, მაგრამ მან ვერ გამოიყენა ეს, თორე უფალმა რამდენჯერ უთხრა, რამდენჯერ სიყვარულით მოუწოდა. მაგრამ იმდენად იყო ამ ნებით შეპყრობილი და შემდეგ უკვე ამ ნებას მოყვა სასოწარკვეთილების კიდევ უფრო საშინელი უნება, კიდევ უფრო საშინელი ცოდვა და იმან დაუყვა იუდა. ასე რომ აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ფრთხილად ვიყოთ ყველა იმ უნების გამო, რაც ჩვენზეა შემოჩვეული. და ეს ჩვენ ვიცით ყველაზე უკეთ. რა უნება გვაქვს ჩვენში დაუფლებული, ესე იგი ყველაზე მეტად სწორედ იმ უნებისაგან გათავისუფლება უნდა ეცადოს ადამიანი. მერთმა დალოცილი და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენ დიდი ხუთშაბათის ლოცვას 4 საათზე დავიწყებთ დღეს და ღამე 11 საათზე წვიმას. ჩვენთან არის ღმერთი.